დიდი მადლობა, უკვე კარგი შეხვედრა გქონდა, გადავწყვეტოთ ვისაუზმოთ. ეს დაგეგმილი არ იყო, მაგრამ სპონტანურად გავაკეთებთ, რადგან ერთად საოცარი ქიმია გვაქვს. ერაყის პრემიერ-მინისტრი საოცარია. მან არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც ბევრს არ ეგონა, რომ ვინმე სხვა გაიმარჯვებდა, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ჩემი აზრით კარგი ადამიანი არ იყო. ის არც ამერიკისთვის იყო კარგი, არც ერაყისთვის ჩემი აზრით. და მე როლი შევასრულე ამაში. მინდა ვთქვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვინმე მოსულიყო ამ თანამდებობაზე, ვინც შეძლებდა ამ საქმის კეთებას და კარგად გააკეთებდა მას. და ეხლა ჩვენ გვყავს შესანიშნავი გამარჯვებული, ახალი გამარჯვებული და მან ძალიან ნათლად, ძალიან დამაჯერებლად მოიგო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტი არ იყო. მაგრამ როცა უკეთ გაიცნეს, საბოლოოდ მან გაიმარჯვა და ის იქ დიდხანს დარჩება. მინდა ვთქვა, რომ დიდი პატივია, რომ აქ იმყოფება ერაყის პრემიერ-მინისტრი. ჩვენთან ერთად. ის იყო დიდი მებრძოლი და ამერიკის დიდი თაყვანისმცემელი. ამაზე ცოტა ვისაუბრებ თქვენთან ერთად. მაგრამ მათ აქვთ ნავთობის უზარმაზარი მარაგები, აქვთ სიმდიდრის უზარმაზარი პოტენციალი და უკვე ფლობენ დიდ სიმდიდრეს, არა მხოლოდ პოტენციალს. მაგრამ მან მცირე დროში დიდი საქმე გააკეთა. მან ძალიან შეცვალა ის ქვეყანა, განსაკუთრებით იმ ხრივ თუ როგორ ფიქრობენ ისინი შეერთებულ შტატებზე და ჩვენ გვაქვს პარტნიორობები. კრისმა ახლახან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ნავთობის უზარმაზარი პარტნიორობები, რომლებიც უეცრად ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში და ვფიქრობ თქვენ ამ კვირაში ან მომავალ კვირაში რაში გამოაცხადებთ მათ. მაგრამ ეს უზარმაზარი პარტნიორობებია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასე რომ მათ ფანტასტიკური საქმე გააკეთეს ამ მოკლე პერიოდში, მართლაც ძალიან მოკლე დროში. მაგრამ მათ ხავთ დიდი ლიდერი, ახალი პრემიერ-მინისტრი, ის დიდი ლიდერია. ვფიქრობ ის დიდხანს დარჩება და შესანიშნავია, რომ ის თეთრ სახლშია. დიდი მადლობა. მადლობა. ის ახალგაზრდა კაცია. ის ახალგაზრდა და სიმპათიურია, რაც არ მომწონს. ამით ბედნიერი არ ვარ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა სუხთი მის აღმატებულებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თბილი მიღებისთვის. და ეს ჩემი პირველი ვიზიტია. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ვიზიტი არ ყოფილა უბრალოდ გამლელი ვიზიტი, არამედ ვიზიტი ეკონომიკური პარტნიორობის დასაანონსებლად. მე ვისაუბრე მის აღმატებულებასთან პრეზიდენტთან. 30 სექტემბერს ამერიკული ძალები დატოვებენ ქვეყანას და ამერიკული კომპანიები შემოვლენ. ყოველთვის ეკონომიკური პარტნიორობა ქმნის სოციალურ ურთიერთობას და არა სამხედრო. იგზავნის ჩემს მოკითხვას. სურს უძველესი ცივილიზაციი და მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გულამდე მივიდე. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მის აღმატებულებას პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის. შესანიშნავია. დიდი მადლობა. გავგრძელეთ. დილამშვიდობისა, ჩემი სახელია საად ალხატაბი და ვარ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეზიდენტი. მე დიდი ხანია რაც შეიარაღებულ ძალებში. ირანზე სამხედრო მოქმედება სტრატეგია, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნოთ, თუ მათი გატეხვა გსურს. მას რეჟიმი ბუნებრივად ბოლოს და ბოლოს დაეცემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქ სამხედროები აღარ გვჭირდება. ეს ძალიან დიდი ოპერაციაა. ეხლა ყველა ნავთო კომპანია პარტნიორობს ერაყთან და წარმატებას აღწევს. ურთიერთობა შესანიშნავია, დიდი ურთიერთობა სამხედროების გარეშე. ჩვენ იქ ვართ, რომ დავეხმაროთ მათ. იქ ვართ, რომ დავიცვათ ისინი, თუ საჭირო იქნება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო არ იქნება და მთავარი მათ შორის. მე ამას მოწინააღმდეგებფლი. ისინი შეიძლება მეგობრად მიიჩნევდნენ, მაგრამ მე მოწინააღმდეგებფლი. ეს იყო ირანი, რომელიც დიდი ტვირთი იყო ერაყისთვის, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, როგორც იცით, და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. მაგრამ მათ ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია და მათი სამხედრო ძალა ეხლა მხოლოდ მცირე ნაწილია იმასთან შედარებით, რაც 4 თვის წინ ჰქონდათ. ამიტომ მათ ეს პრობლემა აღარ ექნებათ. ფიქრობ, ნაწილობრივ ამან მისცა მათ თავისუფლება, რომ გაეკეთებინათ საჭირო რამ. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენი ნავთობ კომპანიები უპრეცედენტო დონეზე შედიან იქ. დიდი მადლობა კითხვისთვის, მადლობა თქვენს კითხვაზე. დასაწყისისთვის არსებობს სამთავრობო პროგრამა. მიზანია იარაღი მხოლოდ სახელმწიფოს ხელში იყოს. და ეს არის ძირითადი საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნის შესაძლებლობას არ იძლევა. უკვე დიდი რაოდენობის იარაღი ჩავარდა სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ.
ვინც ჩააბარებს იარაღს და გადაიქცევა პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთეულად, მიიღებს ჩვენს თანამშრომლობას. 30 სექტემბრიდან აღარ იქნება საჭირო დაჯგუფებების არსებობა, რადგან აღარ არსებობს მათი დარჩენის გამართლება. ამ წლის ბოლოს გამოაცხადეთ ეროვნული სუვერენიტეტის კონფერენციას. ერაყის გადაწყვეტილება ეკუთვნის ერაყელებს და ჩვენი ძალები სრულად შეძლებენ ტერიტორიის დაცვას. 30 სექტემბრის შემდეგ უკანონო იარაღს აღარ დავუშვებთ. გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო ტრამპ. შეგიძლიათ ახსნათ თქვენი აზრის შეცვლა ჰორმუზის სრუტეში 20%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ? როგორ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ახლახან გამოაცხადეთ? როცა ბუშინ ამაზე ვსაუბრობდი, აღვნიშნე, რომ ამას მრავალი წელია ვაკეთებთ და არასდროს მიმაჩნდა სამართლიანად, რომ ჰორმუზის სრუტეს ვიცავდით ისე, რომ ამ სიტუაციიდან რეალური სარგებელი არ ჰქონდა. ჩვენ ნავთობის საერთოდ არ გვჭირდება. და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოკავშირეებისთვის. მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ძალიან კარგად მეგობრობთ, მათ შორის იცით სპარსეთის ყურის მთავარ ქვეყნებთან. ამაზე გუშინ ვისაუბრებ, ვფიქრობ კარგი იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან, მეფეებისგანაც კი, უამრავი ადამიანისგან მივიღე ზარი. ემირები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ ყველამ ვიცით და გვიყვარს. და ისინი სინამდვილეში ძალიან ძლიერი პარტნიორები იყვნენ. და მათ თქვეს, ძალიან გსურს ეს სხვანაირად გავაკეთოთ. გვინდა შეერთებულ შტატებში მილიარდობით დოლარი დავაბანდოთ და რეკორდები კვლავ დავამყაროთ, რადგან ასეთი დრო ამერიკაში არასდროს ყოფილა, ქარხნებით, ინდუსტრიებით, ყველაფრით. და გვინდა უზარმაზარი ინვესტიცია განვახორციელოთ შეერთებულ შტატებში გადასახადის დაწესების ნაცვლად. და ეს მომწონს სინამდვილეში, რადგან არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა შეეძლოს გადასახადის დაწესება. არც სრუტისთვის და არც მსოფლიოს სხვა რეგიონებში არსებული სხვა რომელიმე სრუტისთვის. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ეჭიროს ასეთი პოზიცია. მაგრამ ამას ანაზღაურების სახით ვაკეთებდით. სპარსეთის ყურის ქვეყნები უზარმაზარ თანხას დააბანდებენ შეერთებულ შტატებში და ეს ჩემთვის ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო. ვფიქრობ, სინამდვილეში ეს ბევრად უკეთესია. თუ შეიძლება კიდევ ერთი კითხვა. იცით რატომ იძიებს FBI სენატორ გრემის სიკვდილს? უკვე გაიგეთ რატომ იყვნენ ისინი მის სახლში? გისმენთ, მადლობა. კარგი, არ ვიცი რატო. ვფიქრობ, მას პრობლემა ჰქონდა. მის მამასაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, როგორც იცით. ეს უნიკალურია. თავდაპირველად გავიგე, რომ ეს იყო დახშული არტერიები, რადგან მას მართლაც ჰქონდა დახშული არტერიები. ამასთან პრობლემა ჰქონდა. ის იყო, მინდა რომ საკუთარ თავზე უკეთ ეზრუნა. გულისხმობ, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება, მაგრამ რაც მოხდა სინამდვილეში ძალიან რთული იყო აღმოსაჩენად. ეს არ იყო დაკავშირებული არანაირ დაბლოკვასთან. ეს სრულად სხვა რამ იყო. და როგორც ამბობენ, და მე გავეცანი ყველა სამედიცინო ანგარიშს, რაც მქონდა. თეთრი სახლის ექიმები მოვიდნენ და ახსნეს რა მოხდა. და ეს არის რაღაც, რაც თითქმის შეუძლებელია აღმოაჩინო. და თუ ეს მოხდება, ბევრი არაფერია, რისი გაკეთებაც შეიძლება. ეს სამწუხაროდ ჟღერს, მაგრამ ბევრი არაფერია, რისი გაკეთებაც შეიძლება. თუ მის მამას შეხედავთ, ის იგივე მიზეზით გარდაიცვალა დაახლოებით იმავე ასაკში. ამიტომ ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელი. ამბობენ, რომ ეს თითქმის შეუმჩნეველია. შეგიძლიათ ეს შეამჩნიოთ, თუ ძალიან ძლიერი ზურგის ტკივილი გაქვთ. ეს ნიშანია, ცუდი ნიშანი. ასე რომ თუ ვინმე ზურგის ტკივილი აქვს, მართლაც რთულია წარმოდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ის ამბობდა, რომ ზურგის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არავის წარმოედგინა, რომ ეს ამის გამო იყო. ასე რომ როცა ეს ირღვევა, როგორც მოხდა, ირღვევა და ბევრი არაფერია გასაკეთებელი, ამაში დიდ ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ. ვიცი, რომ არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლებიც ვრცელდება და არ ვფიქრობ, რომ FBI ამას აკეთებს. ვფიქრობ, FBI დროს კარგავს გავს. უბრალოდ ბატონო. წინა კითხვასთან დაკავშირებით, ბატონო, თქვენთვის ჰორმუზის სრუტის იდეა უკვე აღარ არსებობს. ეს ყველაფერი სრულად დასრულდა. მადლობა. არა, ეხლა ხან გითხარი. თქვენ გაქვთ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბარეინი და აიცაიცაბი ძირითადად და შემდეგ სხვები. მათთან მე ყველა მათგანთან ვილაპარაკე. და ისინი სიამოვნებით დააბანდებდნენ უფრო მეტ ფულს შეერთებულ შტატებში რეკორდული რაოდენობით. და ეს ძალიან მისაღები იქნებოდა. და ასე რომ არ არის გადასახადი. მე არ მომწონს გადასახადის კონცეფცია. მაგრამ ამავე დროს არ არის სამართლიანი, რომ ჩვენ ვიცავთ ამ სრუტეს მთელი მსოფლიოსთვის, ჩინეთისთვის და ყველასთვის. არ მაწუხებს მისი დაცვა ჩინეთისთვის ან ვინმესთვის, მაგრამ უსამართლოა, რომ ამისთვის ანაზღაურებას არ ვიღებთ. ამას მრავალი წელია ვაკეთებთ და ეს მაწუხებს.
ეს უკვე მაწუხებდა 25 წლის წინაც. ჩემი პირველი ვადის დროს. ვაკეთებდი ისეთ რაღაცებს, როგორიც იყო მოთხოვნა, რომ ინვესტიცია შეეტანათ შეერთებულ შტატებში და მაგრამ ასე რომ ვაკეთებთ, გადასახადი არ არის. ისინი ინვესტიციას დებენ და თავიანთ ფულზე მოგებას იღებენ და ეს კარგია, მაგრამ ისინი მასიურ ინვესტიციებს განახორციელებენ შეერთებულ შტატებში და ეს არის ის, რაც ძალიან მომწონს. შეიძლება გითხოთ დღევანდელი შეხვედრის შესახებ და ასევე ისაუბრეთ თუ არა ოპეკზე. არის ცნობები, რომ ირანი ოპეკში ცვლილებებს ითხოვს უფრო დიდ წილს და შესაძლოა განიხილავენ გამოსვლასაც. დავიდა, შეიძლება ვკითხო ამ ბატონთან რას აკეთებს აქ? გსურთ იცოდეთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, აპირებთ ოპეკიდან გასვლას თუ დარჩენას? ცვლილებებისთვის იბრძვის. და თქვენ მხარს დაუჭერთ მას ბატონო, მე უჭერ მხარს. და თქვენ მე ძალიან ადრე დაუჭირე მას მხარი. მე გამოვხატე მხარდაჭერა, რაც იშვიათად მახასიათებს, მაგრამ ამაში წარმატებული ვარ. ახლა ხან კოლუმბიაში მქონდა დიდი გამარჯვება, არგენტინაც დიდი გამარჯვება იყო. ბევრი ასეთი მქონია. მე გამოვხატე მხარდაჭერა, მგონი ყველა ვისაც საზღვარგარეთ დაუჭირე მხარი, უბრალოდ იმარჯვებს. იცით, ძალიან კარგ რაღაცებს ვისმენ. მე ისტორიის დიდი შემსწავლელი ვარ და მართლა ბევრი რამ ვიცი ერაყის ისტორიაზე. და მე ვადევნებდი თვალს იმას, რაც ერაყში არჩევნებთან დაკავშირებით ხდებოდა. და ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატე, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვიყავი იმ კაცით, ვინც არჩევნებში უნდა გაემარჯვა. და ეს დიდი ჯენტლმენი ვფიქრობ, ის საბოლოოდ დიდი ლიდერი იქნება. მან გაიმარჯვა და ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ოპეკს, გადაწყვეტილება მისია. ალბათ უნდა გკითხოთ მას. არა, ოპეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ გვინდა ჩვენი უფლება და სამართლიანი კვოტა ერაყისთვის. ერაყმა იბრძოლა დაიშის და მთელი ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ომი დაიშის წინააღმდეგ ძვირად დაგვიждდა და გაანადგურა ერაყის ინფრასტრუქტურა. ერაყისთვის მიყენებული ზიანი 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. დღემდე ქალაქები კვლავ განადგურებულია და ბევრი ადამიანი ბანაკებში ცხოვრობს. მავს გეგმა რომ ისინი დავაბრუნო. სამართლიანი კვოტა ერაყისთვის. თუ გახსოვთ, მაშინაც კი როცა სამოქალაქო პირი ვიყავი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგომა არ მქონდა განზრახული, მე მივიღე არაპროპორციულად დიდი ყურადღება მედიაში, როგორც ალბათ გსმენიათ. და მე ხშირად ვამბობდი, არ შეხვიდეთ ერაყში, არ დაარტყათ ერაყს. პირდაპირ ვთქვათ, მათ არასწორ ქვეყანას დაარტყეს და დიდი ზიანი მიაყენეს. მადლობთ. ირანის ქცევის გათვალისწინებით, ნანობს თუ არა საზღვაო ბლოკადის შეჩერებას ან სანქციების გამონაკლისების დაშვებას? არა. მე მათ შანსი მივეცი. მინდოდა მათთვის მეძლია შანსი შეთანხმების მისაღწევად. 2 დღის წინ შევთანხმდით, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ უცებ მათ ვერ შეძლეს. რაღაც არ მოეწონათ შეთანხმებაში, ვერ შეძლეს შესრულება. და მათ პირველებმა გაისროლეს. და ეს დიდი შეცდომა იყო, რომ პირველებმა გაისროლეს, რადგან ჩვენ ბოლო მოუღეთ. ისინი ძალიან რთული ხალხია. 47 წელი ამას ვითანთ. USS კორვამორი თუ დროში დაბრუნდებით, ათასობით ადამიანი, ათასობით ამერიკელი მოკლეს. ბევრი ჯარისკაცი მოკლეს. ბევრი ჯარისკაცი დადის აკეთიკით, ან ვერც კი დადის. მინდა ვთქვა, ისინი იმდენად მძიმედ დაშავდნენ. ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, სოლეიმანის გამო, ბომბის გამო. ისინი ამას გზისპირა ბომბას ეძახიან. ადამიანების უმეტესობა ამას გზისპირა ბომბას ეძახის. ეს კატასტროფაა. და მე ის ჩემი პირველი ვადის დროს მოვკალი. თუ ეს არ გამეკეთებინა, შეიძლება დღეს ისტორია სხვანაირი ყოფილიყო. ის გიჟი გენიუსი იყო, გიჟი იყო. ალბათ შეშლილი, მაგრამ გენერალი იყო და ქვეყანაზე სრული კონტროლი ჰქონდა. და მართლა ვფიქრობ, რომ ირანის ლიდერებს სოლეიმანის ეშინოდათ. მაგრამ მე ის მოვკალი. და სხვათა შორის მასთან ერთად ძალიან ცუდი ადამიანიც იყო. ისინი აეროპორტში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან ცუდი ადამიანი ერაყიდან, რომელიც შემთხვევით ერაყის ლიდერი იყო, იმავე ინციდენტში მოკლეს. ამიტომ არ ვიცი, კარგი საქმე გავიკეთე თუ არა. ეს კითხვა არასდროს დამისვამ შენთვის. ალბათ ეს შენ ჩემზე უკეთ გეცოდინება. მაგრამ ვფიქრობ, რაც ირანთან გავაკეთეთ, იყო ის, რომ თითქმის მთლიანად მოусპეთ სამხედრო შესაძლებლობები. არ. გაგჯელე. ამიხსენიეს. მას ეს უნდა მოისმინოს. ამიხსენი იმ დროს მე პოლიტიკას არ ვეწეოდი. და ყოველ ჯერზე როცა მომავალზე მინდოდა საუბარი, იმაზე რას გავაკეთებდით, ისინი უახლოეს წარსულს მიხსნიდნენ. გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო და ბატონო კურტისტანო. ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ თქვენი დროისთვის.
გასულ წელს მაისში ქურთისტანის რეგიონის პრემიერ-მინისტრმა მასურ ბარზანიმ ვაშინგტონში დაახლოებით 110 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული შეთანხმებები გააფორმა ამერიკულ კომპანიებთან. ბატონო პრეზიდენტო, თუ ბაღდადი და ერბილი უკეთესად ითანამშრომლებენ, ეს ინვესტიცია შეიძლება გაიზარდოს და გაიზარდოს. რა არის თქვენი გზავნილი დარჩევა ბაღდადისა და ერბილის ლიდერებისთვის, რომ ერთად იმუშაონ? რატო უსვამ ამ კითხვას? იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი სასწაულ მოქმედები, ბატონო პრეზიდენტო. მე მიყვარს ეს კითხვა. ეს ჯერჯერობით ჩემი საყვარელი კითხვა. დიდი მადლობა კითხვისთვის. ნახე, ბაღდად, მე ვფიქრობ და მე და ეს ქვეყანა ჩვენ ერთად შესანიშნავად ვითანამშრომლებთ. ბოლო დროს ჩვენ ძალიან ხშირად არ გქონია ურთიერთობა 4 ან 5 წელი წინა ადმინისტრაციასთან ერთად. ერაქვს აქვს უზარმაზარი პოტენციალი თავისი ნავთობისა და სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ძირითადად ნავთობის გამო. და ჩვენ ბევრ საქმეს გავაკეთებთ. შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს ორივე ქვეყნისთვის და ბევრ ნავთობს ამოვიღებთ. ბევრი ნავთობი უკვე მოიპოვება და ამას ამერიკული კომპანიები აკეთებენ. ეხლა ძირითადად ამერიკული კომპანიებია, მათ არ სურთ სხვებთან საქმიანი ურთიერთობა. ისინი ამერიკასთან ბიზნესის კეთებას სურთ და ეს კარგია და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მე ასე ძლიერ ვიგრძენი, რომ ეს იქნებოდა დიდი პრემიერ-მინისტრი და ამისთვის ვიბრძოლე. როგორ აღწევთ თქვენს ურთიერთობას ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობასთან ამ მომენტში, რადგან პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადება გააკეთა და სრული მხარდაჭერა გამოხატა თქვენს მიმართ? ერაღის თითოეული რეგიონის სხეულის წევრივითაა. მე არ განვასხვავებ ერთ წევს მეორისგან და არც შემიძლია საკუთარი სხეულის ნაწილი მოვიჭრა. ქურთისტანი ერაღის სასიცოცხლო ნაწილია, ისევე როგორც ბასრა ან სხვა პროვინციები. მაგრამ იმის გამო, რომ მასზე ასეთი კარგი რამ თქვეს, ნიშნავს ეს იმას, რომ მას მოსწონს ის ადამიანი, ვინც ეს კარგი სიტყვები თქვა. გთხოვთ გააგრძელეთ. გმადლობთ პრეზიდენტო, ერთი კითხვა თქვენთვის მაქვს და მეორე პრემიერ-მინისტრისთვის. მადლობა. პირველი კითხვა ბატონო პრემიერ-მინისტრო. რატომ აირჩიეთ შეერთებული შტატები თქვენს პირველ სავაჭრო პარტნიორად? და რომლები? რა კონკრეტულ ზომებს მიიღებთ, როცა დაბრუნდებით ერაყში, რათა უზრუნველყოთ, რომ ვაშინგტონში დადებული შეთანხმებები შესრულდეს? და როგორც ფინანსების მაგისტრმა მე გავაანალიზე ეკონომიკური მდგომარეობა. ამისთვის საჭიროა პარტნიორი, რომელიც ამ პასუხისგებლობას გაიზიარებს, ხოლო მთავარი მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ჩემი ვიზიტი არც მოკლე იყო და არც უშეშედეგო, და არც ემოციური იყო, არამედ რაციონალური. ინფლაცია გასულ კვირას 3.5%-მდე შენელდა. დიახ, მადლობა. ეს ახალ გრძელდება გაფიცვების პრობლემის გარეშე. გონი ასე იქნება. ინფლაცია შემცირდა. ჩვენ მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე ინფლაცია. 48 წელიწადში ეს იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე ინფლაცია ბაიდენის მძინარე ჯოს დროს. ის შეიძლება მძინარე იყოს, მაგრამ არავინ ქმნის ინფლაციას ისე როგორც ის. მე ეს მემკვიდრეობით მივიღე და დამადანაშაულეს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ჩვენ ამას ვაგვარებთ და შესანიშნავად ვმუშაობთ. სკოტი, ჰოვარდი, მარკო და პიტი, იმიტომ რომ ის თავის ფულს თვალს ადევნებს, ხო ასია? მაგრამ მათ შესანიშნავი სამუშაო გააკეთეს. ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიმუშავეთ. ასე რომ გქონდა ყველაზე ცუდი ინფლაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გულისხმობ, გქონდა თვეები, როცა იყო 9-10% და ეხლა გვაქვს ანგარიში, რომელიც ახლახან გამოვიდა, მოვიდა. მადლობა, ანგარიში საოცარი იყო. ინფლაცია საკმაოდ დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ფასები ძალიან იკლებს და ჩვენ შესანიშნავ საქმეს ვაკეთებთ. დაიმახსოვრეთ ეს არჩევნებისთვის, დაიმახსოვრეთ შუალედური არჩევნებისთვის, იმ კამერას მივმართალ, დაიმახსოვრეთ ეს, რადგან ამას ვერავინ სხვა ვერ შეძლო. ფასები საკმაოდ იკლებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევამცირებთ მათ. მთელი მსოფლიოს ადამიანები ელიან თქვენს ხუთშაბათის განცხადებას საარჩევნო მანქანებზე და არჩევნების სანდოობაზე. შეგიძლიათ წინასწარ გითხრათ, რას უნდა ველოდოთ? მადლობა. ამას მოგვიანებით ვიტყვი, ამ საკითხს მივხედავთ და კიდევ ბევრი რამ გვექნება სათქმელი. მაგრამ დააკვირდით, როგორ უყურებენ ადამიანები. თუმცა მე მაინც მოგვიანებით მინდა ვთქვა, მაგრამ ეს ნამდვილად დიდი ამბავია. ეს ნამდვილად დიდი ამბავია და ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორ გზაზე დადგომა.
აი ეს არის ის, რაზეც ხუთშაბათს ვისაუბრებთ. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე ქვეყანა არ არსებობს. სხვა საკითხებსაც განვიხილავთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. დიახ, ასეა. ბატონო პრეზიდენტო, დიახ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენს მთავრობამ სცადა ერაყის ლიდერობის ფორმირება და ამერიკული მხარდაჭერის ირანის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებაზე დამოკიდებულება. 15 სექტემბრის საბოლოო ვადის მოახლოებასთან ერთად რა მოხდა ბაღდადში? მხოლოდ ეს არის და ამერიკული ჯარების გაყვანა ქურთისტანიდან კვლავ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ყველაფერი რიგზეა. აქ ყველაფერი კარგადაა. ამ მომენტში ვარ. მე კიდევ მოულოდნელი ლანჩიც კი შევუკვეთე, ხომ ასეა? ასე რომ ასეა, მაგრამ არა. ჩვეულებრივ, ჩვენ გონი არასდროს გამიკეთებია ისე რომ ლანჩი არ კონდეს. თქვი მოდი ვისადილოთ, იმიტომ რომ ის მომწონს. მინიმუმ ერთხელ მაინც. ის მომწონს, ასე რომ გონია ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. ბატონო, აპირებთ ერთხან ორ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოაწეროთ ხელი, ხელს მოაწერთ. კარგად ვიცი რომ ლინჩი გრემი ამას ძალიან უნდოდა. გომია რომ შეიძლება ირანის დაამატონ, ისინი დაამატებენ ირანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ ასე მოიქცევიან. შეიძლება ჰეზბოლაც დაამატონ, რათა სანქციები დაუწესონ მათ, ვინც ჰეზბოლასთან საქმეს გააკეთებს. ასე რომ ამასაც განვიხილავთ, მაგრამ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინცის პატივსაცემად ხდება. ლინცი. ეს მისი თემა იყო. მას ეს ყველაზე მეტად უნდოდა, ხომ იცით? თქვენ იცით როგორ ბრძნობდა თავს. და არის კარგი შანსი რომ ეს მოხდეს, მაგრამ მათ სურთ ირანი და ჰეზბოლა ჩართონ ამაში. ასე მესმის მე. თუ ჩინეთს, ინდოეთს და ევროპას დაუწესდება მეორადი სანქციები. მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ეს არ განხიბუა. პრემიერ-მინისტრმა ალ-ქადინიმ ვერ შეძლო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცია ის, რაც მილიციების ხელშია. როგორ ეხმარება თქვენი გადაწყვეტილება ამ ხედვის განხორციელებაში? და ჩემი მეორე კითხვა. როგორ ხედავთ ქურთისტანის რეგიონისა და ერაყის მომავალ ურთიერთობებს? გონია ყველაფერი კარგად იქნება. გონია რომ ადამიანები ახლო აღმოსავლეთში გჯერათ თუ არა ერთიანდებიან. ჩვენ თავისუფლდებით ახლო აღმოსავლეთის მოძალადისგან. ირანი იყო ახლო აღმოსავლეთის მოძალადე. ისინი აშინებდნენ ერაყს, ისინი აშინებდნენ ყველა ქვეყანას. ისინი იყვნენ ისინი. წელ ახლო აღმოსავლეთში იყო შიში სხვა ქვეყნების მიმართ. მე ამას ვიგებ, მაგრამ შიში იყო. მაგრამ ეხლა შიში აღარ არის, რადგან მათი სამხედრო შესაძლებლობები განადგურდა და შიში აღარ არსებობს. გონია რომ ახლო აღმოსავლეთი ისე ერთიანდება, როგორც არასდროს. ვერ გექნება დომინანტი ფაქტორი, როგორიცაა ირანი, რომელმაც 52,000 მომიტინგე მოკლა, შენ იცი, და მათ მართლა მოკლეს. არავის უყვარს ამაზე საუბარი, არც მე მიყვარს ამაზე საუბარი. მათ მოკლეს 52,000 მომიტინგე. ასე რომ საბოლოო ჯამში ყველა რეგიონი მგონია რომ ერთიანდება და ეს ადამიანი ნამდვილად დიდი ლიდერი იქნება. ის იქნება ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი ლიდერი. შეგიძლიათ გააგრძელოთ, გთხოვთ. დიახ, ახსენით ეს, გთხოვთ. და მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდხან შეგვიძლია საუბარი, მაგრამ თავარი ისაა რომ ეხლა ბევრ ქვეყანასთან ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. ეხლა ხან ნატოდან დავბრუნდი. თქვენგან ბევრი იქ იყო და ნახეთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს ფენომენალური იყო. პრაქტიკულად ეს იყო დღესასწაული, გუნწფელად რომ ვთქვათ, და ისინი ძალიან უყვართ შეერთებული შტატები. მათ მეც კი მოვწონვარ, მაგრამ შეერთებული შტატები უყვართ და ჩვენ იქ 100 მილიარდი დოლარის ხარჯებს შევამცირებთ ალბათ. მაგრამ ნატოს ღონისძიება საოცარი იყო. დღევანდელი ღონისძიება საოცარია. ეს პოტენციურად ძალიან დიდი ქვეყანაა და ბევრი ადამიანი ითხოვდა რომ ეს დიდი ქვეყანაა. ჩვენ ვეხმარებით, გვინდა დავეხმაროთ. ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს ახალ პრემიერ-მინისტრთან. ის ძლიერი ადამიანია. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ის ძალიან აღიარებულია, თორემ იმ არჩევნებს ვერ მოიგებდა. ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები და ის გამარჯვებული გამოვიდა, რაც დიდი ამბავია. მინდა ვთქვა, ეს მართლაც დიდი ამბავია. და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არასდროს ქონია უკეთესი მდგომარეობა. ჩვენ კარგად ვართ. დღეს ამერიკაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ვიდრე ოდესმე ისტორიაში. მადლობა. ნეტი მშენებლობა, ქარხნები, ინდუსტრიები და ხელოვნური ინტელექტი. ავტომობილების ქარხნები რეკორდული რაოდენობით შენდება. უფრო მეტია ვიდრე ოდესმე გქონია. ტარიფები გვაქვს. ტარიფები გონივრულად იქნა გამოყენებული და კომპანიები და ქვეყნები მასობრივად მოდიან ქვეყანაში ქარხნების ასაშენებლად, რადგან ასე ტარიფები აღარ არის. ჩვენ გვაქვს 19,2 ტრილიონი დოლარი. რაც შეეხება ბაიდენის მთავრობას, 4 წელიწადში მათ 1 ტრილიონზე ნაკლები ჰქონდათ. ჩვენ 19,2 ტრილიონზე ვართ 12 თვეში. არავის არასოდეს უნახავს რამე მსგავსი. ჩვენი ურთიერთობა ერაყთან, ვიტყოდი რომ არ იყო ისეთი კარგი, მაგრამ ეხლა შესანიშნავია.
და ჩვენ გვექნება გრძელვადიანი ურთიერთობა ერაφთან. გვექნება გრძელვადიანი ურთიერთობა იმ კაცთან, რომელიც დიდი ლიდერი იქნება. ნახავთ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ, რასაც ვამბობ. მე ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ეს კაცი დიდი ლიდერი იქნება ახლო აღმოსავლეთში. მისი გავლენა მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდება და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ ეკრანზე მითითებული ფიქს გასაღების მეშვეობით. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.